აშას დავბრუნდით ეთერში და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 3 თებერვალი ამტირდება იგი ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ლეგენდარულ ადამიანზე ლაპარაკობთ ეს არ არის ადამიანი რომელსაც საფეხბურთო კარუზოს უწოდებდნენ ბატონი გორის ბაიჭაძე 100 წლის გახდება 3 თებერვალს და ძალიან მისასალმებელია კარგია და აბსოლუტურად ლოგიკური რომ დიდი ესეთი საღამოთი აღინიშნება და ხო და რა სტადიონზე არამედ რუსთაველის თეატრში ხო რუსთაველის თეატრში იმიტომ რომ ბატონი ბორისი არის მარტო სტადიონების გმირი უბრალოდ ზოგადად იყო ძალიან მაგარი ადამიანი და რაღაცა პერიოდი მქონდა მეც შეხება და ჩვენ გვაქვს ახლა პირდაპირ ჩართვა დეტალებზე კეთილი რეპეტიციას და ამ საღამოს სულის ჩამდგმელებთან ერთად იმყოფება იგი რუსთაველის თეატრში. კეთი მოგესალმებით. სალამი კეთი. მოგესალმებით, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დღეს არის ბორის ბაიჭაძის 100 წლის იუბილე და ამ დღესთან დაკავშირებით მისი ხსოვნისთვის იმართება საღამო, რომელსაც წარუძღვება ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა, იმისთვის რომ გაძღოლმოდა აი ამ საღამოს. ბატონ რეზო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს, თქვენ დიდი ხანია არ ყოფილხართ, თითქმის 1 წელია არ ყოფილხართ საქართველოში ჩამოხვედით სპეციალურად აი ამ საღამოსთვის. რას ნიშნავს ეს დღე და ეს საღამო თქვენ? მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ წილად ხვდა აი ესეთი დიდებული პიროვნების გახსენების საღამოს გაძღოლა და საერთოდ ბედნიერი ვარ რომ თბილისში ვარ ერთ მადლობა მინდა გადავხადებ მთელ სპორტის სამინისტროს ბატონ ლევან ყიფიან მთელ შემოქმედებითი ჯგუფს რომელმაც ჩემს ეიფიქრეს იმიტომ რომ მე ჩემ ქვეყანაში მეორე სამშობლოში ასე ვთქვათ ძალიან დაკავებული ვარ და გუშინ ესპანეთიდან პირდაპირ აქ ჩამოვხვდი გასტროლები მქონდა ოღონდ რამე იყოს რომ რაც მე დამაკავშირებ საქართველოსთან ყველაფერზე თანახმოვარ და მით უმეტეს ესეთი დიდებული ესეთი დიდწულოვანი ადამიანის გახსენების საღამოზე ეს არის ჩემთვის უბედნიერესება ძალიან ბედნიერი ვარ და გთხოვ მაყურებლებს ყველას რომ მოგზანდეთ დღეს იქნება არაჩვეულებრივი საღამო ჩვენ ყველანი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ და პირდებით ძალიან ლამაზ და მშვენიერ საღამოს დღეს ჩვენ ქართულ მაყურებელს როგორც ვიცით თქვენ წაიკითხავთ დღეს ბატონი ბორისის და ბორისის ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაიხსენებთ მის ცხოვრების შესახებ აი რომ გითხრათ რა იქნება ამ საღამოზე რას წარმოადგენს თქვენ ამ საღამოზე იქნება ესე კი ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში დაიგეგმა და ჩვენ ჩემ თეო ჯორბენეძესთან ერთად შემოქმედებითი ჯგუფის პროდიუსერი ძალიან მიჩვეულები ვართ უკვე ძალიან ჩქარა და მოკლე დროში ვამზადეთ ყველაფერს ხან სკაიპით ხან თვითმფრინავში მომდის SMS და მოკლედ დღეს იქნება რა თქმა უნდა ვიდეო კადრების საშუალებით ჩვენ გავიცნობთ კიდევ ერთხელ ამ ადამიანს იმიტომ რომ ეს პიროვნება იყო ლეგენდა არა მარტო იმათვის ვინც მოესწრო არამედ მათვისაც ვისაც ბორის ბაიჭაძის თამაში საერთოდ არ უნახავს. ამდენად მე მექნება საშუალება რომ უამბო მაყურებლებს ის ფრაგმენტები, რომლებმაც დიდი შტაბ-ეშტილება დატოვეს ჩვენზე და მოუთრო თავისი პირადი დღიურიდან ის ადგილები, რომლებიც ძალიან საინტერესოა, რომლებიც მაყურებლებმა ალბათ არ იციან და ამდენად ყველაფერი იმღერებენ ეკამომალაძე იქნება ნატო მეტონიძე იქნება მეც ვიმღერებ ცოტას ძალიან კარგი სტუმრები გვეყოლება ბატონი ლევან ყიფიანი მოგვითხრობს ალბათ მეზობელი იყო ამ დიდი პიროვნების და ძალიან კარგი საღამო იქნება ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი არის შესული აი ამ საღამოზე თქვენ თუ შეგიძლიათ აი ხო მაყურებლისთვის რომელსაც ვისაც საშუალება არ ექნება ვთქვათ მოვიდეს ამ საღამოზე რომელიმე ეპიზოდის თქვენთვის აი ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ეპიზოდი ძალიან კარგი ეპიზოდია მისი ფინტები იყო საქვეყნოდ ცნობილი. ძალიან მოძრავი იყო და ძალიან ისეთი ფინტებს აკეთებდა და ეს ფინტები მან დააოსტა და თავის ფოთელ მეგობრებთან ერთად და როგორ რადგან მაშინ ტყავის ბურთზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო ჭინჭის ბურთით თამაშობდნენ ფეხბურთს და აი ამ ბურთის გაძღოლა და მართვა ძალიან ძნელი იყო ამიტომ ასეთ ხერხს მიმართეს რომ ყველა ილეთს აკეთებდნენ ჭინჭის ბურთთან ერთად და სწავლობდნენ ამ ბურთის ხტომის მიმართულებებს და ამდენად ბატონი ფორია ამ ბურთს უნდა უმადლოდეს რომ ბავშვობიდანვე შეისწავლა როგორ დასყლომოდა მოწინააღმდეგეს და ჩამოეტოვებინას უსუხან. მე მგონი ეს მეთოდი დღესაც
შეიძლება გამოვიყენოთ ზიგბურთი ეს ჭინჭის ბურთი ხან იქი გადავარდებოდა ხან აქ და მე მგონი ეს ყველაზე საინტერესო ფაქტია ძალიან დიდი მადლობა ბატონო და ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება ბატონი ლევან ყიფიანი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მნიშვნელოვანი საღამოა გარდა იმისა რომ თქვენ ბრძანდებით მინისტრი ეს თქვენთვის უფრო ოჯახური თემაც არის მოდი ესე ვთქვათ როგორ გაიხსენებთ თქვენ აი ამ დღეს როგორც ვიცით ასევე მონაწილეობასაც იღებთ საღამოზე გამოდიხართ და ასე ვთქვათ აყურებელს რომელიც აქ იქნება ესაუბრებით ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს პირველ რიგში მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იდეის ავტორს ქალბატონ თეო ჯორბენაძეს იმისთვის რომ ესეთი კაი ფორმატი მოიფიქრა ბატონი ბორისის გასახსენებლად და რა თქმა უნდა ბატონი რეზოს აქ ჩართვა და მისი ჩამობრძანება უფრო მეტ ელფერს მისცემს იმ დადებითი ეიფორიის თუ დადებითობის რომელიც თან უნდა ახლდეს ბორის პაიჭაძეს 100 წლის თავია ჩვენი უაღრესად საყვარელი პიროვნების არა მარტო ფეხბურთელის არამედ პიროვნების და მე მინდა ვთქვა რომ ბორის პაიჭაძე არა მარტო ფეხბურთელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის არამედ ის უდიდესი პიროვნება რომელმაც დიდი როლი ითამაშა საერთოდ ფეხბურთის განვითარებაში და დიდი როლი უჭირავს საზოგადოების განვითარებაში ამიტომ ჩვენ ყველანი ვალში ვართ ბატონ ბორისთან ის რომ ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მას და რა თქმა უნდა ჩვენ მომავალ თაობას გადავცეთ ის თუ როგორი პიროვნებები იყვნენ სპორტსმენები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი თაობისთვის აგრეთვე რაც შეიძლება ჩემს მონაწილეობას ამ ასე ვთქვათ ოჯახურ ატმოსფეროში რა თქმა უნდა ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ ბატონ ბორისთან თითქმის ყოველ საღამოს ჰქონდა შეხება როცა იგი ბრუნდებოდა სახლში მე ვახდით მისი მეზობელი მის შვილიშვილთან ერთად ხშირად თამაშობდით ფეხბურთს და გვიწევდა და გვაქვს ხელშესახები და გასახსენებელი ამიტომ დავთანხმდი რომ არა როგორც მინისტრი არამედ როგორც ახლობელი ადამიანი ჩემთვის ახლობელი ადამიანი მამაჩემისთვის ახლობელი ადამიანი ვიყო მონაწილე და რა თქმა უნდა ამაზე უარი ვერ უთხარი ჩემ მეგობრებს და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და ჩემ წვლილს შევიტან ამ საღამოს სათანადო ჩატარება. დიდი მადლობა ასევე ჩვენთან ერთად იმყოფება თეო ჯორბენაძე როგორც უკვე აღნიშნეთ სცენარის ავტორია ის ამ საღამოს და ქალბატონო თეო მოდით ახლა გითხარით ამ საღამოს ესე ვთქვათ თავარი ხაზი რა იყო თქვენ მოგანდეს ამ საღამოს გაკეთება და როგორც ვიცით ძალიან ბევრი ისეთი დეტალი გაიგეთ რაც თქვენთვის მანამდე უცნობი იყო. რა თქმა უნდა მეც მინდა მადლიერებით დავიწყო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ლევანს ჯერ ერთი რომ ესეთი გახსენების საღამოები არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მომავალმა თაობამ ჯერ მეც ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამ უცნობი იყო არა მარტო როგორც ფეხბურთელზე უნდა იცოდეს არამედ აუცილებელია იცოდნენ რომ პიროვნება თუ არ არსებობს მისგან არც ფეხბურთელი გამოვა არც მომღერალი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ აი რეზოს გაეცოცხლებინა სწორედ მისი ცხოვრების ისტორია ეპიზოდები რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ მაგალითი ავიღოთ ასე ვთქვათ დიდი ადამიანებისგან იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ერთგვარი წიგნი ხო ჩვენ რას გვაძლევენ წიგნები გვაძლევენ გვმატებენ გამოცდილებას და ჩვენ ვიგებთ როგორი არის უკეთესი რომ ვიყოთ უკეთესები როგორ გავხდეთ და აი ბატონი ბორისის ცხოვრების ისტორია სწორედ აი აქეთკენ არის რომ როგორ გახდე შენ უფრო უკეთესი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ სიმართლე რომ გითხრათ იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ესთეტური სიამოვნება მისი თამაშის ნახვა შთაბეჭდილება არის ესთეტური უპირველეს ყოვლისა და აი ეს რასაც რეზომ როგორც გააცოცხლა მე დიდი მადლობა მინდა მასაც გადაუხადო და მთელ შემოქმედებით ჯგუფს აქ სცენარისტები მუშაობდნენ ირმა ჩუბინიძე ნინო დადვანი რა ვიცი მხატვარი დათო აფციაური სცენაზე იქნება ბატონი ბორისის ოთახი მოწყობილი სწორედ აი ფოთის დროინდელი და იქნება ესეთი სალონური საღამო და ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი სცენა ჩვენ ამას ხედავთ კადრშიც წიგნის აუცილებლად ვთქვათ დიახ დღესვე მოხდება წიგნის პრეზენტაცია რომელიც ჩვენ ჟურნალისტთა სპორტის ჟურნალისტთა ასოციაცია გადაწყვიტა გამოეცა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ჩვენი ხელშეწყობით ხარდაჭერით ჩვენ ასე ვთქვათ დაუდეთ სათავეც წიგნების გამოცემა ესეთი ადამიანებისთვის არა მარტო ფეხბურთელების არამედ სპორტსმენებისთვის სახელოვანი სპორტსმენებისთვის ძალიან დიდი მადლობა ეს წიგნები დაურიგდება დღეს აქ მოსულ სტუმრებსაც საჩუქრად როგორც ვიცი ასე რომ დღეს საღამოს 7 საათზე შედგება ბორის პაიჭაძის 100 წლის საიუბილეო საღამო
დიდი მადლობა ქეთი. ციგნი წამოგვიღე აუცილებლად და ჩვენი გაცემაც ამით დავასრულოთ დღეს. მე გვაქვს რომ ბევრი ახალი რამ შეიტყვეს და რაც არის საჭირო. ახალი თემებით